მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. დღეს არის 2026 წლის 18 მარტი და ძალიან სევდიანი დღეა საქართველოსთვის, რომლის მოქალაქეც გახლავართ. ისევე როგორც საქართველოს პატრიარქ ილია მეორის დიდი გულშემატკივარი, რომელიც დღეს უпростоრად გუშინ გარდაიცვალა. საერო ცხოვრებაში მას ერქვა ირაკლი გიორგისძე. იგი დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში. იმ დროს ორჯონიკიძე ერქვა. დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია. მიტროპოლიტის ყველაზე დიდი მიღწევა ის იყო, რომ მან ქართულ ეკლესიას დამოუკიდებლობა მოუტანა და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული სახელმწიფოს შექმნასა და გაძლიერებაში. იგი აირჩიეს 1977 წლის 23 დეკემბერს. რა გითხრათ? ერთ დროს ვცხოვრობდი ჩემი ნაცნობის თემურის სასტუმრო ჯორჯია პალასში, სადაც ის თავად ისვენებდა. წელიწადში ერთხელ ან ორჯერ. ყავს ნანახი ეს ძალიან სასიამოვნო, როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად ადამიანი. მქონდა მასთან შეხვედრაც. ერთხელ მან ჩვენი ფონდი თავის რეზიდენციაში მიიწვია, ასე რომ ვნახეთ მისი ოფიციალური კაბინეტი. გადავიღეთ ფოტოები და მან მადლობა გადაუხადა ჩემს თანამშრომლებს. მე იქ არ ვიყავი. ალბათ ეს ცოტა უხერხულიცაა დახმარებისთვის, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო. და საერთოდ ჩემი საქმიანობა როგორც ქველმოქმედისა და ინვესტორის სწორედ მისი ეკლესიებიდან დაიწყო. 2012 წელს, როდესაც მე საკუთარი სურვილით დავტოვე კიევის მერის პოსტი. ასეთი რამ ალბათ ისტორიაში პირველად მოხდა და არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის მასშტაბით, რადგან როგორც წესი, დედაქალაქის მერები პრეზიდენტები ხდებიან. თუმცა, რადგან ხელისუფლებაში იანუკოვიჩთან ერთად კრიმინალური ძალები მოვიდნენ, მე პირდაპირ ვუთხარი მას ეს ყველაფერი და გადავდექი. შემდეგ ჩამოვედი ჩემს მშობლიურ საქართველოში, რომლის მოქალაქეც ვარ. დიახ, ეს ძალიან სევდიანი ისტორიაა, რადგან ჩვენს კათოლიკოსს მთელ მსოფლიოში დიდი ავტორიტეტი აქვს. მან მონათლა 10,000-ობით ბავშვი. მის დროს აშენდა მრავალი ტაძარი. იგი ყოველთვის იყო ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და პატივსაცემი ადამიანი საქართველოში. მისი გავლენა კი შორს ცდებოდა მხოლოდ საეკლესიო ფარგლებს. 1978-1983 წლებში იგი იყო მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს პრეზიდენტი. ასეთი სახელგანთქმული ადამიანი იყო. ახლა ვიმყოფები ისრაელში და აქ, როდესაც მოდიხარ მაცხოვრის საფლავის ეკლესიაში, ყველა მეცის ქართული ეკლესიის შესახებ. სამწუხაროდ 2008 წელს მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები დაეწყო, თუმცა გადაიტანა ეს ყველაფერი. კურნალობდა გერმანიაში ღმერთის წყალობით. დაეწყო პარკინსონის დაავადება. იგი ძირითადად თავის რეზიდენციაში იმყოფებოდა და მის ტახტთან ყველაზე ახლოს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი, რომელსაც მან უფლებამოსილების ნაწილი გადასცა. ჯანდაცვის მინისტრმა ოფიციალურად განაცხადა პატრიარქიის გარდაცვალების შესახებ და ახლა წინ არჩევნებია. ჩემო გამომწერებო, სხვათა შორის გთხოვთ ყველას, ვისაც მოსწონს ის, რასაც ვამბობ და ვაკეთებ საქართველოში. დააჭიროთ მოწონების ღილაკს და გააზიაროთ ვიდეო. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. ჩემთვის არც ისე მარტივია ინტერვიუის ჩაწერა. 75 წლის ვხდები სხვათა შორის. დიახ, ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ადამიანს ვიცნობდი. არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ეპისკოპოსები და მიტროპოლიტები. წმინდა სინოდი, რომელიც არის არქიეპისკოპოსთა გაფართოებული კრება, უახლოეს მომავალში შეიკრიბება. ჩვეულებრივ ეს ხდება თავმჯდომარის გარდაცვალებიდან 40 დღის განმავლობაში. ტარდება ფარული კენჭისყრა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კანდიდატი არჩეულად ითვლება, თუ მის სასარგებლოდ ხმა მისცა არქიეპისკოპოსთან ნახევარზემეთმა. არჩევის შემდეგ ხდება ინტრონიზაცია, თანამდებობაზე ოფიციალური აღსაყდრება. შიო მუჯირი, როგორც ილია მეორესთვის ძვირფასი და ავტორიტეტული პირი, როგორც მღვდელი და ერთგული მსახური, არქიეპისკოპოსთა წრეებში ითვლება მაღალი თანამდებობის ყველაზე ავტორიტეტულ კანდიდატად. ამჟამად საქართველოში გამოცხადებულია გლოვა და მიმდინარეობს დაკრძალვისთვის მზადება. უახლოეს დღეებში, შესაძლოა საათებშიც კი, წმინდა სინოდმა ძალიან მალე უნდა მოიწვიოს საგანგებო სხდომა, რათა დაიწყოს არჩევნების პროცედურა და რაც უფრო სწრაფად მოხდება ეს,
რაც არც ერთ საინფორმაციო გამოცემაში არ არის ნათქვამი, მით უკეთესი იქნება ჩვენი ქართული ეკლესიისთვის. რადგან პროცესის გაჭიანურება ყოველთვის იწვევს უფლისთვის სხვადასხვა ნეგატიურ მოვლენას. ამით დავასრულებ. ის ღირსეულად ემსახურა თავის სამშობლოს. უფალმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს ჩვენს პატრიარქს ილია მეორეს. ვფიქრობ, იგი უკვე დღესვე იქნება ღმერთთან მიღებული და ბევრს მოუყვება მას ჩვენი მძიმე ცხოვრების შესახებ, რომელიც მას ძალიან აინტერესებდა. სხვათა შორის, პირველი რაც გავაკეთე ქობულეთში ყოფნისას, ავედი ყველაზე მაღალ მთაზე. ვიპოვე იქ პატარა, ლამაზი ეკლესია და დიდი ქალთა მონასტერი. და პირველი რაც გავაკეთე, გამოვყავი $60,000 მონასტერში მცხოვრები ქალების საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. მაშინ მე ჯერ კიდევ არ ვიყავი ქველმოქმედებით დაკავებული, მაგრამ საქართველოს ეკლესიებმა ჩემზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ეს იყო ჩემი პირველი და უვიწყარი და ჩემს ცხოვრებაში ისტორიულად მნიშვნელოვანი ქველმოქმედებითი ნაბიჯი, რის გამოც იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ქალმა ღვინის ბოთლი მაჩუქა. იქ რამდენჯერმე ვიყავი. ვლოცულობდი. ხალხმა არ იცის, რომ მე დავეხმარე მათ, მაგრამ ხედავდი, რომ მათი თვალები უფრო ნათელი და იმედიანი გახდა. თუმცა ეს ადგილი სევდისაა, ამიტომ სიხარულზე საუბარი ალბათ მაინც არასწორია. ყველას გისურვებთ სიკეთეს, მეგობრებო. იყავით ისეთები, როგორიც ილია მეორე იყო. და თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იქნება. თანაგრძნობა და ღმერთის რწმენა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მთავარი და ძვირფასი, რაც ჩვენს სულში გვაქვს. და ალბათ ამ ყველაფრიდან მე განსაკუთრებით გამოვყოფდი თანაგრძნობას. თუ შენ, ჩემო მეგობარო, ხელს აწვდი გაჭირვებულს, შენ მას პირდაპირ ღმერთს აწვდი. გისურვებთ ყველას, რომ დღეს სამგლოვიარო დღე წესის მიხედვით გაატაროთ, ხოლო ზოგადად ჯანმრთელობა და ბედნიერება ყოველთვის გქონოდეთ. წარმატებებს გისურვებთ და ყოველივე საუკეთესოს.